100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი და უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები თბილისში უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და წამყვანი დეველოპერული კომპანიების არქის ნექსტისა და ბიოგრაფის თანაორგანიზებით ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, ბიზნეს ასოციაციის წევრებმა, წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიებმა, ასევე 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა და უძრავი ქონების სააგენტომ, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქმიანობენ. ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარდგენა იყო. ასევე უცხოელი ინვესტორებისა და საბროკერო კომპანიების დაკავშირება ადგილობრივ წამყვან დეველოპერებთან. ბოლო წლებში რასაც ჩვენ ვატყობთ არის ის, რომ ეს ბაზარი, უძრავი ქონების ბაზარი ხდება უფრო მეტად საერთაშორისო საქართველოში. ჩვენ ვხედავთ უცხოელ მყიდველებს, საერთაშორისო ინვესტორებს და გლობალურ პარტნიორებს და მათი რაოდენობა იზრდება, ის აისახება უკვე გაყიდვებში, საცხოვრებელი ბინები მაქვს პირველ რიგში მხედველობაში და აქედან გამომდინარე ბიზნეს ასოციაციის მიერ მოწყობილი დღევანდელი ფორუმი ვფიქრობ ძალიან დროული იყო. და ჩვენი ორგანიზაცია არის დაფუძნებული არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, Investor UAE, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში პირდაპირ უცხოელი ინვესტიციების შემოდინებას, კონკრეტულად უძრავი ქონების სექტორში. გასამაგებული არის ციფრები დღის მდგომარეობით არაბეთის გაერთიანებულ ემირატებიდან საქართველოში უძრავი ქონების სფეროში ინვესტიციების თვალსაზრისით. სექტორის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარი წლიდან წლამდე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. მათ შეფასებებს ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. მონაცემების მიხედვით გასულ წელს ბაზრის მოცულობამ $384 მილიონ მიაღწია და წლიურად 17%-ით გაიზარდა. თბილისში შარშან $3.5 მილიარდი ღირებულების 42,388 ბინა გაიყიდა. 2024 წელთან შედარებით ჯამურად ბაზრის ზომა 12.6%-ით გაიზარდა. გალთენ თაგართის მიმოხილვის მიხედვით პირველად ბაზარზე $1.783 მილიონი ღირებულების 21,000 ბინა გაიყიდა, ხოლო მეორად ბაზარზე $1.788 მილიონი 21,400 ბინა. ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი ვითარდება ძალიან სტაბილურად, ვითარდება სწორი მიმართულებით და სწორედ ეს განაპირობებს იმ დიდ დაინტერესებას, რომელიც საერთაშორისო ბაზრიდან მოყვება ჩვენ ზრდას. რაც შეეხება ბაზრის ტენდენციებს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სტაბილური განაგრძობს უძრავი ქონების ბაზარი მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშუალოდ იქნება 5%-იანი ზრდა ბაზარზე, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი და ყველა პარამეტრი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ინდუსტრია კიდევ განაგრძობს განვითარებას და კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებს დაიპყროს მომავალში. მზარდ ტენდენციებთან ერთად სექტორი არაერთ გამოწვევაზეც საუბრობს. ფასების მუდმივი ზრდა, მუშახელის დეფიციტი და სამშენებლო ხარჯების მატება. ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბაზარზე ზეწოლას აჩენს. სექტორის წარმომადგენლების თქმით, უძრავი ქონების ფასების ზრდა პრაქტიკულად გარდაუვალია, რადგან სამშენებლო მასალების ღირებულება სტაბილურად იზრდება. TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით გასულ წელს უძრავი ქონების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე $1,341 შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი ზრდაა. რაც შეეხება გაქირავების ბაზარს, საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე $10.1 დაფიქსირდა, რაც 9%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უძრავი ქონების ბაზარზე არაერთი გამოწვევა, მათ შორის გამოწვევა, რა თქმა უნდა, კომპანიების განვითარება, იმ მხრივ, რომ ეს შეიძლება იყოს კვალიფიკაცია, ხარისხის გაუმჯობესება, რაზეც არქი მუდმივად დიდ რესურსებს, რომ ხარისხი კომპეტენცია კომპანიაში განვითარდეს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ფასები სტაბილურად იზრდება დაახლოებით 5-დან 7%-ის ჭრილში. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს ასეც გაგრძელდება, რადგანაც მოთხოვნა სტაბილურია, მოთხოვნა ასევე მზარდია, როგორც კიდევ ერთხელ ამბობთ, ეს ფორუმის ადასტურებს, რომ მოთხოვნა უცხოეთიდან, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან იზრდება საქართველოს მიმართ. შესაბამისად, ზუსტად იგივე სტაბილური ზრდის მოლოდინი გვაქვს. მუშახელი არის ერთ-ერთი გამოწვევა, როგორც აღნიშნეთ, თუმცა მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგება როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ბიზნესის მხრიდან და ვფიქრობ, რომ ეს შედეგებს გამოიღებს და ჩვენ შევძლებთ, რომ მოკლევად
წლევადიან პერიოდში ეს პრობლემა გადავჭრათ. რაც შეეხება ფასებს, ფასების ზრდა, ასე ვთქვათ, არის გარდაუვალი იქიდან გამომდინარე, რომ იზრდება თვითონ მშენებლობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, შემოდის ახალი რეგულაციები ენერგოეფექტურობის მიმართულებით, სამშენებლო მასალების მიმართულებით, რაც განაპირობებს იმას, რომ უფრო ხარისხიანი პროდუქტი იქნება დღეს ჩვენს დედაქალაქში და ჩვენს ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა აისახება პროდუქტის თვითღირებულებაზე და საბოლოოდ უკვე გასაყიდ ფაზაზე. კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ეს შეიძლება ითქვას, რომ არის ერთ-ერთი გამოწვევა და მე ვფიქრობ, რომ ეს ვთქვათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად დაინტერესება ჩვენი პროდუქტებით, ესეც იქნება წელს ჩვენთვის გამოწვევა. უცხოელი ინვესტორების მზარდი ინტერესი, გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი და ახალი პროექტები მიუთითებს, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი განვითარების აქტიურ ფაზაშია. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ბიზნესი ამბობს, რომ სტაბილური ეკონომიკური გარემოსა და გრძელვადიანი ხედვის პირობებში უძრავი ქონება კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად რჩება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.